ირაკლი კობახიძე საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 2020 წლის შემდეგ 3-ჯერ შემცირდა. მისივე თქმით, გასულ წელს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში სიღარიბის ზღვარს თავი საქართველოს 90,000-მა მოქალაქემ დააღწია. კობახიძე პროგნოზირებს, რომ არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში 2030 წლისთვის სიღარიბის სრულად აღმოფხვრა იქნება შესაძლებელი. ემთხვევა თუ არა ოფიციალური სტატისტიკა მოსახლეობის რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და რატომ ვერ გრძნობს საზოგადოების ნაწილი ამ გაუმჯობესებას. ამ კითხვებით დღეს ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს მიმართეს. sapasუხოდ მან აქცენტი კვლავ რიცხვებსა და კვლევის მეთოდოლოგიაზე გააკეთა. 2020 წლის შემდეგ საქართველოს სიღარიბე ზუსტად 3-ჯერ 21.3%-დან 7.1%-მდე შემცირდა. ამ 5 წლის განმავლობაში სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84% პუნქტი შეადგინა. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც პირდაპირ განაპირობებს როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ისე დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდას, მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის შეასრულებების გაფართოებას და შესაბამისად სიღარიბის შემცირებას. მეტამდე არის ჩაჭრა ეს. გრძნობს ბატონო ირაკლი იმ რიცხვებს, რომლითაც თქვენ ასე ამაყობთ და ასე იწონებთ. გრძნობა რა შუაშია, გადაიხადა. ქუჩაში თუ გადიხართ, ადამიანები რამ მდგომარეობაში გადადიხართ. პრობლემები რჩება, იმიტომ რომ 280,000 ადამიანი ისევ ცხოვრობს სიღარიბის ხარჯს მიღმა. მაგრამ კიდევ ერთხელ ციფრები არ იყავთ თქვენ. 3.3 მილიარდი ლარი იყო ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები 2020 წელს და ახლა არის შარშანდელი მონაცემებით 33 მილიარდი. ეს არის რაც ჯიბეზე იგრძნობა, იმიტომ რომ ამ ჯიბიდან იხდიან მე 20%-ს შემოსავლას. დარჩენილი ყველაფერი არის манипуляცია. რატომ არ აისახება ეკონომიკის ზრდა მოქალაქეების დასაქმებაზე? საქსტატის მონაცემების თანახმად 2026 წლის პირველ კვარტალში ოფიციალურად ეკონომიკის 9.1%-იანი ზრდის პარალელურად 2026 წლის იმავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 25,000 ადამიანით შემცირდა. კობახიძე ამტკიცებს, რომ ეს შემცირება მხოლოდ ფორმალური საფუძვლით არის განპირობებული. მისი თქმით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის კლება სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის გაუქმებას უკავშირდება. მანამ პროგრამას, რომელზეც ბიუჯეტიდან ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა, უსარგებლო უწოდა. როგორც კობახიძემ თქვა, საუბარია დაახლოებით 30,000 ადამიანზე, რომლებიც მისი თქმით ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები. საზოგადოებრივ სამუშაოზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა. მაშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. პროგრამა ქართულმა ოცნებამ 2026 წლის დასაწყისიდან შეაჩერა. ეს შემცირება არის ძალიანად ფორმალური და ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30,000 ადამიანი იყო რეალურად შეიძლება ითქვას ფიქტიურად დასაქმებული. სინამდვილეში ისინი ითვლებოდნენ დასაქმებულად, მაგრამ იღებდნენ სინამდვილეში ისევ სოციალურ დახმარებას. ასეთი იყო მდგომარეობა. ასეთი იყო დაახლოებით 30,000 ადამიანი, თორსები 29,000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი. ეს პროგრამა გაუქმდა, რაც აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ფიქტიური იყო და ამან გამოიწვია ფორმალურად დაახლოებით 29,000-ით დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება. რეალურად დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს ოპოზიციაში ეხმაურებიან ოპონენტების შეფასებით. რიცხვებით გამოხატულ ეკონომიკურ ზრდას რიგითი მოქალაქეები საკუთარ თავზე ვერ გრძნობენ. მათი თქმით, ეს პროგრესი რეალურად მხოლოდ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და მათთან დაკავშირებულ პრივილეგირებულ ბიზნესებზე აისახება. რომელ სიღარიბის დაგრძელებაზეა საუბარი, როდესაც საქართველოს დაიცალა, იცლება საქართველოს მოქალაქეები ტოვებენ ქვეყანას, ქვეყანაში მძვინვარებს კორუფცია და თვითონაც ვერ მალავენ ამ ყველაფერს, მოდებულია მასიურად კორუფცია. რა სიღარიბის დაგრძელებაზეა საუბარი, როდესაც საქართველოს 22,737 ბავშვმა დატოვა ბოლო 5 წლის განმავლობაში, რა სიღარიბის დაგრძელებაზეა საუბარი, როდესაც სოციალურად დაუცველი სტატუსზე ევედრებიან ხელისუფალთ, რომ სოციალურად დაუცველი სტატუსი მოიპოვონ ადამიანებმა და მე ყოველდღიურად ამაკ შეხვედრები მოქალაქეებთან ხშირად დავდივარ რეგიონებში და უნდა ნახოთ რა თუ რა მძიმე სიტუაციაა რეგიონებში და ესენი საუბრობენ სიღარიბის დაძლებაზე, როდესაც გაუსაძლისი სიტუაცია და როდესაც საქართველოს მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან და ტოვებენ საქართველოს. ერთია ეკონომიკური ზრდის პროცენტული მაჩვენებელი და მეორე არის როგორ გრძნობს ჩვენი რიგითი მოქალაქე თავს ამ ეკონომიკური ზრდის პარალელურად. ჩვენ და სამწუხაროდ ეს ეკონომიკური ზრდა აისახება მხოლოდ ოცნების ასე ვთქვათ, ჩინოვნიკებზე, ოცნების წარმომადგენლებზე, მათთან დაკავშირებულ ბიზნესებზე, რომლებთან, ასე ვთქვათ, რა ვიცი, შეთანხმებით, კომუნიკაციით მათ ვერ შეძლეს, ხელისუფლებამ ვერ შეძლო, თუნდაც კვერცხის ფასის გაიაფება. რაზე გვაქვს საუბარი, რომელ ეკონომიკურ ზრდაზეა საუბარი, როდესაც ჩვენს რიგით მოქალაქეებს გაცილებით უფრო ძვირად უწევთ
მედიკამენტის და პროდუქტის შეძენა თუნდაც იყო ეს 3 თვის წინ, 1 წლის წინ. შესაბამისად, ციფრები ერთია, რეალობა სხვა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წინა წელთან შედარებით 2.3% პუნქტით შემცირდა და 7.1% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით სიღარიბის დონის კლება ფიქსირდება როგორც ქალაქად, ისე სოფლად.